Auri bambula, Rosija fahav lahor, Egiga forav, Igo bloiko, Rusula huju, Holaka holala, Alagu bum, blagu bum, blagu bum, Posso fataka, Susu budu, subudu, budu, Asavatusha, Databaurka, Susa holala. ხშირად ჩვენ სიურეალიზმის ზოგადი განმარტების მიღმა არც კი ვიხედებით. ვფიქრობთ, რომ საკმარისია ვიცოდეთ დალი და ბუნუელი. არადა სიურეალიზმი არ არის მარტო სალვადორ დალი და მისი ტილო ახალი ადამიანის დაბადება, რომელიც ქართველებს იმიტომ გვიყვარს, რომ ერთ-ერთი ფრაგმენტი საქართველოზე მიუთითებს. სიურეალიზმი არც მხოლოდ ბუნუელი და მისი ანდალუსიური ძაღლია და არც ბრეტონი ან აპოლინარი. სიურეალიზმი არის გარდამავალი პერიოდი, რომელმაც უდიდესი და ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, როგორც თანამედროვე ხელოვნების, ასევე თანამედროვე აზროვნების ჩამოყალიბებაზე. როგორც დადაიზმის სიურეალიზმი არის ავანგარდი ხელოვნებაში. აქ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, რომ გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან ერთი მხრივ მოდერნიზმი ხელოვნებაში და მეორე მხრივ ავანგარდი ხელოვნებაში. ისინი ერთ დროს წარმოიშვა მე-20 საუკუნის პირველ დასაწყისში, ხო? მაგრამ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება მათ შორის. მოდერნიზმი ხელოვნებაში ეს არის ესთეტიკური მიმართულება, რომელიც ორიენტირებულია ნაწარმოებზე. ავანგარდი ხელოვნებაში ორიენტირებულია პროცესზე. ეს არის ფუნდამენტური განსხვავება. პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ვისაც ვთქვათ რაღაცა საკუთარი გემოვნების კულტივირება უნდა ხოლმე. გამსაზღვრელი რჩება მოდერნისტული კანონი. რას გულისხმობ, რომ თუ ვთქვათ შენ გინდა ითვლებოდა განათლებულ ადამიანად, მოწაკითხული ქონდეს ჯოისი, კაფკა, პროსტი, ხო? ეს არის კლასიკური მოდერნი. ეს არის ადამიანები, რომლებიც წერდნენ ნაწარმოებებს და მათ უნდა გაქრობა ამ ნაწარმოებების უკან. მათთვის მთავარი იყო, რომ დარჩენილიყო ხელოვნების ქმნილება და ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ძალიან ხშირად რომ როგორც ავტორები გამქრალიყო. ჯოის ჰქონდა პრეტენზია დაეწერა შედევრი, საუკეთესო რომანი, რომელიც შეიძლება წარმოიდგინო. ჯოისი ფიქრობს რომანის ისტორიის ფარგლებში, ესთეტიკის ისტორიის ფარგლებში. როცა ბრეტონი, არტო ან კიდევ აპოლინერი წერენ, ისინი ფიქრობენ, როგორ გადალახონ გაყოფა ცხოვრებასა და ხელოვნებას შორის. მათი პრეტენზია არის უფრო მეტი ვიდრე ესთეტიკა. მათი პრეტენზია არის დანაწილებული, ფრაგმენტირებული ცხოვრების გადალახვა და რაღაცა ახალი შექმნა, სადაც აი მაგალითად სიურეალისტს უნდა ვთქვათ, რეალობა და ოცნება თუ სიზმარი ერთმანეთთან გაერთიანდებოდა. ნუ სხვა რეალობა უნდა იყოს, სხვა მთლიანობა უნდა იყოს და ისევე ჯანყდება ავანგარდი აი ამ დაყოფების, დიფერენცირებების, ფრაგმენტირების წინააღმდეგ, როგორც ბევრი სხვა პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ სხვა ტიპის კულტურული მიმდინარეობა. და სიურეალიზმი როცა იწყება, როგორც მნიშვნელოვანი წელს ასევე რეაქცია ორ რაღაცაზე. პირველი ეს არის რეაქცია პირველ მსოფლიო ომზე და იმ დროინდელ წესრიგზე და მეორე რეაქცია წინარე ხელოვნებაზე, ხო? სიურეალისტები თვლიან, რომ ამაზე უარესის წარმოდგენა ძალიან რთულია. ავანგარდი თვლის, რომ ამაზე უარესის წარმოდგენა ძალიან რთულია და ჯანყი არის მთავარი იმპერატივი, რომელიც, ასე ვთქვათ, რომელთაც უნდა იხელმძღვანელოს ხელოვნება. და ამიტომაც ისინი იწყებდნენ რასაკურველია როგორც ასე ანტიბურჟუაზიული მოძრაობა, მაგრამ საბოლოოდ რაც უფრო ვითარდება, მით უფრო უკავშირებენ ისინი ასეთი პოლიტიკური რევოლუციის იდეას თავის ხელოვნებასაც. ეს ეტაპი, რომელიც შედარებით ნაკლებად არის ცნობილი და უკავშირდება სწორედ აი ამ მხატვრებს, მასონს, მიროს და არბს და სხვებს. ეს არის დადაიზმიდან სიურეალიზმზე გარდამავალი ეტაპი, სწორედ 1919 წლიდან 24 წლამდე. ასე რომ დადას წიაღში აღმოცენდა სიურეალიზმი. დადაიზმი ჩემი აზრით არის სწორედ ის მოვლენა,
რომელმაც დასაბამი მისცა ყველაფერი იმას, რაც მოხდება უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რაც ეხება სიურრეალიზმს და ძალიან ხშირად ეს კავშირი დადაიზმის და სიურრეალიზმის ინტერპრეტირებულია განსხვავებულად. მაგრამ თუ კი ვთქვათ ჩვენ საუბრობთ ცალკე დადაიზმზე და ცალკე სიურრეალიზმზე, აქ შეიძლება ვთქვათ ის, რომ ის ანარქისტული სულისკვეთება, რომელიც არსებობდა დადაიზმში, სიურრეალიზმში ჩანაცვლებული არის სწორედ ანდრე ბრეტონის ორგანიზატორული ნიჭით. სწორედ ანდრე ბრეტონის აი ამ ორგანიზატორულმა მიმართულებამ ჩამოაყალიბა სიურრეალიზმი როგორც მხატვრული პრაქტიკა, როგორც გაერთიანება. ალბათ შეიძლება ვთქვათ, რომ ესეთი ვიზუალიზაცია ბრეტონის მანიფესტის პირველმა აიტაცა და ვიზუალიზაცია მისი იდეების მოახდინა მაქს ერნსტმა, როდესაც მან 1922 წელს პარიზში გამოფენაზე წარმოადგინა თავისი კოლაჟები და აი აქ მოდის თემა, ვთქვათ, როგორ შეიძლება ჩვენ განვასხვავოთ დადაისტური კოლაჟი და სიურრეალისტური ნახატი, იმიტომ რომ ერნსტმა ცადა გაეკეთებინა ესეთი პატარა ხიდი, ვთქვათ, რომელიც დააკავშირებდა დადაისტების მეთოდებს სიურრეალისტების მხატვრობასთან, იმიტომ რომ რეალურად მოხდა რა ის, რაც დადაისტებმა უარყვეს, სიურრეალისტებმა თავიდან აღორძინეს. რა იყო ახალი კოლაჟი, რომელიც წარმოადგინა მაქს ერნსტმა? კოლაჟი თავის მხრივ სიახლე ამ დროისათვის ნამდვილად არ იყო, იმიტომ რომ პირველად ესეთი უხეში მასალა იმას ტილოზე შემოიტანა პიკასომ და ბრაკმა და ამ დროისათვის ეს უკვე აღარ იყო ნოვაცია, უბრალოდ ერნსტმა გააკეთა ესეთი სვლა. მან აიღო და გააკეთა, ვთქვათ, ამოჭრა ენციკლოპედიებიდან, სხვადასხვა ჟურნალებიდან გამოსახულებები, რომლებისგანაც აწყობდა ეგრეთ წოდებულ კონტრრეალობას. პლუს, ვთქვათ, განსხვავება არის ძალიან ნათელი, როდესაც ჩვენ უყურებთ დადაისტების კოლაჟებს და სიურრეალისტების კოლაჟებს, იმაში, რომ დადაისტებთან ძალიან მნიშვნელოვანი, მეორეხარისხოვანი იყო აბსოლუტურად ფორმა, მხატვრული მხარე, ესთეტიკა და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გზავნილი იდეა და ეს ხშირად იყო სოციალური და პოლიტიკური გზავნილები. განსაკუთრებით მე ვსაუბრობ ბერლინულ დადაიზმზე. რაც ეხება სიურრეალიზმს, აქ ეს თემა იყო აბსოლუტურად ნიველირებული და წინ მოდიოდა მაინც უფრო ესეთი თემები, როგორც არის ინტროსპექცია, როგორც არის დაუშვათ ფოკუსირება თავის გზნობებზე, ეროტიკა და ასე შემდეგ. მოდერნისტული ხელოვნების საფუძველი დიდწილად განაპირობა ფროიდის თეორიამ და ისეთმა ცნებებმა, როგორიც იყო არაცნობიერი, ქვეცნობიერი. ეს რა თქმა უნდა ორივე, ასე ვთქვათ, პოზიციას ახასიათებდა დადასაც და სიურრეალიზმსაც, მაგრამ უფრო მძაფრად, რა თქმა უნდა, უფრო პირდაპირი ფორმით ეიჩინა თავი უფრო სიურრეალიზმში. ყველაზე მეტად მე მაინც ვფიქრობ, რომ აი სიურრეალიზმის არსი იმ ყველა დანარჩენ სხვა ისე ძალიან ცნობილ მხატვრებთან ერთად მაინც არის უფრო პოლ დელვოს შემოქმედებაში. აი სადაც პირდაპირ ილუსტრაციები არის ესე ვთქვათ ფროიდიანული თეორიის და ძალიან ისეთ შეიძლება სწორხაზოვნათაც კი მოგვეჩვენოს, როგორ აკეთებს თქვათ ის ესეთი ფროიდის ტერმინების, როგორიც არის თქვათ განდევნილი სურვილების უცებ გამოჩენას გამოსახულებაში. ეს მისთვის ძალიან სახასიათო ესეთი თემა სიუჟეტი, როგორც ჩდება ხოლმე მის კომპოზიციებში, ეს არის ტყის ფონი, საიდანაც გამოდიან შიშველი ფიგურები და იქვე შეიძლება იყოს ჩართული სრულად ოფიციალური და ესეთ სმოკინგში ჩაცმული მამაკაცი მაგალითად. ეს განდევნილი სურვილების თემა, როგორადაც თქვა დელვოსთან ვლინდება, შეიძლება მთლიანად სიმბოლურად წავიკითხოთ აი ამ ასე ვთქვათ სიურრეალისტურ იდეასთან თავიდან ბოლომდე. იმ ზღვარზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ,
თქვათ, აი ამ 1919 წლიდან 24 წლამდე და შეიძლება უფრო გვიან მოხდა ეს სიურრეალიზმის იმ სახით ჩამოყალიბება, როცა დალი უკვე იწყებს მოღვაწეობას და შემოდის სიურრეალისტებს უკავშირდება ეს უკვე 29 წელია და მაგრიტი პარიზში ჩამოდის და იქ ცხოვრობს. ეს უკვე სიურრეალიზმია, რომელიც აი ამ სიზმარს ან რაღაც ქვეცნობიერთან დაკავშირებულ მომენტებს გვაჩვენებს სურათების სახით. აი თუნდაც რო ავიღოთ ძალიან ცნობილი ესეთი მაგრიტის ვაშლი ოთახში. Ну, ეს შეიძლება ჩავთვალოთ აი ესეთ ქრისტომატიულ ნამუშევრად სიურრეალიზმის, რომელიც აჩვენებს რა, ну, პირველ რიგში რა თქმა უნდა პარადოქსს, რომელიც იქმნება სივრცისა და ამ ვაშლის ზომების პროპორციების დარღვევით, ხო? და პარალელურად კიდევ რასაც ქმნის ეს ნამუშევარი, ეს არის ილუზია, რომ თითქოს ეს ფორმა არის დინამიკაში, ის თითქოს იზრდება წინ, როდესაც დიდხანს უყურებ, არა, ამის ილუზიას ქმნის ამ დინამიკის შეგრძნების. ეხლა დალის შემთხვევაში მაგალითად აი როდესაც თქვა ის აკეთებს საიდუმლო სერობას, არა? ის რადიკალურად ყველანაირი მოლოდინების დარღვევას მიმართავს, ხო? იქ მაგალითად ქრისტე არის გალა. ის რიტუალი გავს აბსოლუტურად რაღაცა ესეთი სხვა ტიპის რიტუალს. წმინდა სიურრეალისტური ელემენტები იქ დამატებული არის ზუსტად იმ ესეთი სიზმრისეული და რაღაცა ირეალური სივრცის გადმოცემით, რომელიცაც თითქოს რაღაც ესეთი ენით აუწერელი ფაქტურა აქვს. ესეთი სცენების გადმოცემა, რომელიც აი მთლიანად ასე ვთქვათ შორდება იმ ტრადიციას, რომელშიც კეთდებოდა, თქვათ, იგივე ევროპული ხელოვნების, ну, ვიზუალური ხელოვნების განვითარება რო ავიღოთ, აი მთლიანად, ასე ვთქვათ, რაღაცნაირ განხეთქილებას გამოხატავს და დაშორებას გამოხატავს ზუსტად იმ პრინციპებთან და თითქოს ეს რაღაცა საგანგებოდ ხდება, ამისი დემონსტრირება ხდება, რომ ის აჩვენებს აბსოლუტურად სხვანაირად და არღვევს ამ შემთხვევაში ყველა კანონს. ფუნდამენტური განსხვავება მოდერნიზმსა და ავანგარდს შორის არის გასათვალისწინებელი და ფანტასტიკური მაგალითი ამისა არის არტოს ერთი ძალიან ცნობილი არტოს ცხოვრებიდან ერთი ძალიან ცნობილი ეპიზოდი, როცა ის წერს Nouvelle Revue Française გამომცემელს. იმას გაუგზავნის ლექსებს, შაკრივიერი იყო მისი სახელი, ძალიან ცნობილი გამომცემელი იყო, ადამიანი რომელსაც გამოცემული ჰქონდა პრუსტი და რომელიც იყო ალენ ფორნიეს მეგობარი და ასე შემდეგ, ძალიან გემოვნებიანი და მნიშვნელოვანი მოდერნისტული გემოვნების მქონე ადამიანი და არტო უგზავნის თავის ლექსებს. გამომცემელი უარსამოს მათ გამოქვეყნებაზე, მაგრამ გაინტერესდება და მოტყვის რომ მე საკმაოდ დამაინტერესდა იმისათვის რომ შეგხვდე და თუგიან გამოვიარე ჩვენთან. და შემდეგ მიმდინარეობს მიმოწერა და ეს არის ფანტასტიკური მიმოწერა, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად მოდერნიზმის და ავანგარდის შეხვედრა, ვერ შეხვედრის, ასე ვთქვათ, დრამატიზაცია. რაშია პრობლემა? ჟაკრივიერი ეუბნება არტოს ლექსები არ ვარგა, მაგრამ მასში არის რაღაცა თუ თქვენ გადაამუშავებთ, გამოგიცემთ. არტო ამბობს რომ ჯერ ამბობს რომ მისთვის ეს ამ ლექსების გამოცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის მისი ცხოვრების აღიარება. მაგრამ როგორც კი ეუბნებია რომ უნდა გადაამუშავოს, ეს თქოს, არა ეს ლექსები მე არაფერთ არ მიიღებს. რატომ? იმიტომ რომ მას ეს ტექსტები უღირს არ როგორც ხელოვნების ნაწარმოებები, არამედ როგორც მთლიანობა თავის ცხოვრებასთან დაკავშირებული. ეს არის უცნაური ექსპრესიონისტული თუ ასე ვთქვათ, აი გამომხატველობითი პარადიგმა, აი როგორც კი რაღაცა ხდება ჩემ ცხოვრებაში, ის ტოვებს კვალს როგორც ხელოვნების ნაწარმოებს და ხელოვნების ნაწარმოებს იმდენად აქვს ღირებულება, რამდენად ის არის იმ ჩემი ასე ვთქვათ სიცოცხლის იმპულსის კვალი, ხო? და შესაბამისად გადამუშავებას აზრი არ აქვს. ამიტომაც არტო ამბობს არ გადავამუშავებ. მე ძალიან საინტერესო, უკვე რომ მიდის ეს მიმოწერა, რივიერი თავაზობს, რომ მოდი ავდგეთ და ეს მიმოწერა გამოვაქვეყნოთ როგორც ლამის რაღაცა რომანი. უბრალოდ შევაცვალოთ სახელები და რამდენიმე ფაქტი და გამოვაქვეყნოთ როგორც ვთქვათ ეპისტოლარული ჟანრის ტექსტი. და არტო ამაზეც უარს ამბობს. არტო ამბობს, რატომ უნდა მოვიტყუოთ, მაშინ როცა ჩვენ ლაპარაკობთ
პირველ პირში სერიოზულად ავთენტურ რაღაცებზე, ხო? და ბოლოს არის აუცილებლად რომ ის ლაპარაკი არტო ეუბნება როგორი ტანჯება ის და ჩვენ ვიცით რომ არტო ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ასე ვთქვათ მთელი ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და რომელმაც ძალიან სერიოზული დაღი დაასვა მის ცხოვრებას და მის შემოქმედებას და აქაც საოცრად საინტერესოა, იმიტომ რომ რივერი აქაც ვერ უგებს და ეს ეუბნება რომ ბევრი ტანჯება, მაგრამ ამის გადალახვა შეიძლება. ანუ რაც უკეთებს არტოს რომ მის უნიკალურ სინგულარო გამოცდილებას აფერმკრთალებს, იმიტომ რომ რაღაც ზოგად ფსიქოლოგიურ კანონებს უყურებს. მთავარი არის ამ შემთხვევაში რა ვერ შეხვედრა მოდერნიზმსა და ავანგარდს შორის, რომელიც ხდება ამ შემთხვევაში. საქმე ის არის, რომ სურეალიზმის და ზოგადად ავანგარდის ეს ჟესტი გადალახვისა ამ ნაპრალის ცხოვრებას და ხელოვნებას შორის რასაკვირველი არ განხორციელდა. ვერ განხორციელდა და მეც ხანდახან მგონია ხომ რომ ძალიან კარგია რომ ვერ განხორციელდა. მე პირადად ვარ სწორედ ამ დანაწილების და ფრაგმენტაციის მომხრე. მე თუ რამე მომწონს ამ მოდერნულ სამყაროში, ეს არის სწორედ ის, რომ ის არ არის გაერთიანებული, ის არ არის მთელი და რამდენადაც ჩვენ ამის გამო საზრისი გვეკარგება და გვისხდება ხელიდან და ძალიან ხშირად განვიცით ცხოვრების უაზრობას, სამაგიეროდ მე ვარ უფრო თავისუფლები ვართ, რომ ერთი სისტემიდან მეორეში ვიმოძრავოთ. მაშინ როცა რამე მთლიანი და ჩარჩორო არსებობდეს, ჩვენ ვიქნებით იმდენად შეზღუდული, რომ მე ისეთ სამყაროში ცხოვრება არ მინდა. არ მენდომებოდა რომ შუა საუკუნეებში მეცხოვრა და არც საბჭოთა კავშირში და არც რამე კიდე ერთხელ გაერთიანებულ სამყაროში. მოდერნიზმის იდეალიზმი, მოდერნიზმის ლტოლვა ჩაანაცვლოს ხელოვნებით და გადააკეთოს და ვთქვათ ყველანაირი მოწოდება რევოლუციური სურეალიზმის, რომელიც გასდევს ლაიტმოტივად მთელ ამ მიმდინარეობას, იგივე ფუტურისტების. პრინციპში ეს ყველაფერი იყო უტოპია, როგორც ისტორიამ გვაჩვენა. მაგრამ განსხვავება ამ ადამიანებს შორის შემდეგი თაობისგან იყო ის, რომ მათ ნამდვილად ჯეროდათ ამისი და აქ არ იყო არანაირი არც ფალში, არც თამაში, მათ ნამდვილად სწამდათ იმისა, რასაც აკეთებდნენ. სიურეალისტების ნაწილი ამბობდა, რომ პოლიტიკა ჭამს ხელოვნებას და ის ისევე შეჭამს სიურეალიზმს, როგორც შეჭამა მისი მშობელი დადა. მეორე ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ პირიქით პოლიტიკამ შვა დადაიზმიც და სიურეალიზმიც. ძალიან მალე ჩვენ ვნახეთ, რომ სიურეალისტების მძლავრი და ორგანიზებული მოძრაობა სწორედ პოლიტიკურმა შეხედულებებმა და პოლიტიკურმა უთანხმოებამ დაშალა. ხანდახან არსებობს, როგორც შკლოვსკი თავისთავად ეძახდა შეცდომის ენერგიას. როცა შენ რაღაცა შეცდომით გჯერა, მაგრამ ეს ენერგია რამ რწმენის და გაკეთებინებს რაღაცებს, ამ შეცდომის გარეშე უბრალოდ ვერ გააკეთებდი, ხო? ამიტომაც ავანგარდი პირადად ჩემთვის, მე პირადად არანაირ რევოლუციურ მემკვიდრეობას არავიღას არ მივიღებდი როგორც იმასაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, მე მივიღებდი ინტერესით იმას, რაც ამ მიმდინარეობამ დატოვა. და დატოვა რასაკვირველია ძალიან ბევრი, ხო? ანუ ჯერ ეს ერთი დატოვა თვითონ როგორც სურეალიზმის ფარგლებში, ძალიან ბევრი მწერალი იქნება ეს მხატვარი თუ ასე შემდეგ, მაგრამ ასევე დატოვა როგორც გავლენა სხვა მიმდინარეობებზე და ასევე ჩვენ ცხოვრებაზეც რაღაცაში კვალი რასაკვირველია დააჩინა ბოლო-ბოლოს ის რომ სიტყვა სიურეალისტური და surreal, ხო? იგივე ინგლისურში შევიდა ყოველდღიურ მეტყველებაში არა მხოლოდ ესთეტიკური ფენომენის აღწერად, არამედ ჩვენ ცხოვრებაში გვაქვს ხოლმე მომენტები, როცა ვამბობთ, ვიმე რა სიურეალისტური რაღაცა მოხდა, ხო? რას ნიშნავს ეს კლასიკური მაგალითი, როგორ შეცვალა ხელოვნებამ ჩვენი აღქმა ცხოვრებისა. ეს ხდება ხოლმე, ხო? თავის დროზე მეგონი ოსკარ უაილდმა თქვა, რომ ტერნერმა დაგვანახაო ჩვენ რომ ნისლიანი ქალაქია ლონდონიო. ანუ ხატვარი გჭირდება იმისათვის, რომ შენ დაინახო რეალობაში რა არის. შენ დაგჭირდა სიურეალიზმი იმისათვის, რომ ჩვენ ცხოვრებაში სიურეალისტური მომენტები შეგვეგრძნო და დაგვენახა.